ჩვენი საუკუნის მომაკვდინებელი სენი, სიმსივნე, იგივე კიბო. სულ უფრო და უფრო იზრდება დაავადებულთა რაოდენობა. ჯამრთელი ადამიანების უმრავლესობას კი ონკოფობია აქვს ამ დაავადების შეძენის შიში. მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება ყველანაირად ცდილობს დაამარცხოს ონკოლოგიური პრობლემები, მაგრამ ფატალური შედეგები მაინც ძალიან ხშირია. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ კიბო დიდი ხანია კონტროლირებადი და ძალიან ადვილი სამკურნალოა. მაგრამ დიდი კორუმპირებული სისტემა მოქმედებს, სადაც მკურნალობაზე გაწეული თანხები გარკვეული ადამიანთა ჯგუფისთვის უდიდეს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. როგორც არ უნდა იყოს, სიმსივნე ჩვენი საუკუნის შავჭირად იქცა. დღეს კაცობრიობა შეიარაღდა თავის ცოდნის მეოხებით და ამ ტექნოლოგიების აფიქსებით ავადობის გამოსავლენად. დღეს ვამბობენ მოიმატა ავადმყოფთა რისკმა. მოდი თქვასწორად, ტექნოლოგიურმა მიღწევამ, დიაგნოსტიკის სრულყოფამ, გამოვლენის საშუალება გაზარდა. დღეს კლინიკების აბსოლუტური უმრავლესობა შეიარაღებულია კარგი ლაბორატორიებით, კარგი ტექნოლოგიით აღჭურვილი აპარატურით და ამიტომ ამ დიაგნოსტირების ვადამ კლინიკური ნაფიქრალი და კლინიკური აზროვნები და საბოლოო დიაგნოზის გამოტანამდე საათგას 72 საათამდე შემცირდა. ნორმალური და ჯანმრთელი უჯრედები ადამიანის ორგანიზმში იზრდებიან და სისტემატიზებულად იყოფიან. შემდეგ კი კვდებიან. კიბოს უჯრედი კი გადაგვარებული უჯრედია, რომელიც უკონტროლოდ მრავლდება და არ კვდება. ეს უჯრედი ორგანიზმისთვის უსარგებლოა, რადგან პირვანდელ ფუნქციას კარგავს. ამ უჯრედებს აქვთ უნარი სხვა ქსოვილს მოედონ და გაიზარდონ მის მოცულობაში. როგორც წესი, ჩვეულებრივი უჯრედები სიმსივნურად დნმ-ის დაზიანებისას იქცევა, რომელიც მემკვიდრეობით ინფორმაციას ატარებს. მისი სასიკვდილო შედეგების შესახებ იცოდნენ ძველ ეგვიპტეშიც, მაგრამ სახელწოდება ჰიპოკრატემ მოუფიქრა, რომელმაც პირველმა შეამჩნია მსგავსება სიმსივნის ფორმასა და კიბორჩხალას შორის. კიბოს უჯრედები ადამიანის ცხოვრებაში რამდენჯერმე წარმოიშვებიან, მაგრამ ძლიერი იმუნიტეტის მქონე ორგანიზმებში არსებობენ ანტისიმსივნური უჯრედებიც, რომლებიც მუდმივად ებრძვიან მათ. ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ჯანსაღ იმუნურ სისტემას. დნმ-ზე კი მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის გარემო, მაგალითად მოწევა. თუმცა დაზიანება შესაძლოა მშობლებიდან მიღებული მემკვიდრეობაც იყოს. მშობლების ამ არასწორი ზრდის ინტერპრეტაციის შედეგია, რომ ჩვენ მათ დავარქვით სახელები კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი. სიავე მარტო სიარული არის, ეს დაალოყავს. აუცილებლად ვიღაცა უნდა დაავადოს. აი, სივერაგი ავთვისებიანობის ის არის, რომ ის არ ეტევა მარტო თავის სისტემაში და სხვა სისტემაში გავა. მეტასტაზირება ხდება და ამიტომ აი სტადიებს ჩვენ იმიტომ ვაბავთ ამას, ეს არის რა დონეზე, რომელ შრემს მოიცავს, უჯრედის რა ფენას მოიცავს, გავიდა თუ არა ამ ორგანოზე და გასცდა, სისტემას გასცდა თუ არა და აი ეს არის ხარისხები, აქედან დგება ზუსტად იმ დაავადების. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩემი დევიზი ონკოლოგია, არ არის ონკოლოგიური დაავადება, არ არის ეს, ასე ვთქვათ, განაჩენი, იმიტომ რომ ნებისმიერ სტადიაზე, ნებისმიერ ეტაპზე შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანს. დავეხმაროთ ადამიანს გააჩნია ადრეულ სტადიაზე რასაკვირველია ეს არის განკურნების პერსპექტივით, ხოლო შედარებით მოგვიანებით სტადიაზე სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებით და სიცოცხლის გახანგრძლივებით. მეოთხე სტადიის სიმსივნე, ბევრი ონკოლოგიური დაავადება, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები, მათ შორის სათესლი ჯირკვლის სიმსივნეები შეიძლება მაღალ პროცენტში განიკურნოს კიდეც. ამიტომ მეოთხე სტადია ეს არ ნიშნავს განაჩენს. მეოთხე სტადიით სიმსივნიანი პაციენტები ცოცხლობენ ბევრი წლები. ამას უნდა ადეკვატური მენეჯმენტი მეტია. რასაკვირველია ადრეულ სტადიაზე თუ ეს ოპერაბელურია და თუ იქ გამოიყენება საერთოდ ქირურგია, ადრეულ სტადიაზე რასაკვირველია იწყება ოპერაციით, ქირურგიული ჩარევით. თუმცა შესაძლებელია იყოს ადრეული სტადია, დაიწყოს ჯერ მედიკამენტოზური მკურნალობით, გაგრძელდეს ოპერაციით, შემდეგ სხიური თერაპიით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხალხში საკმაოდ ბევრი მცდარი აზრია გავრცელებული ონკოლოგიურ დაავადებებთან მიმართებაში. ერთ-ერთი პირველი მინდა გითხრათ, რომ ეს არის დიდი შიში. ანუ თუ რაღაცას აღმოაჩენენ სიმსივნურს, ისინი მალავენ, გონიათ რომ დამალვით, მაგრამ სამწუხაროდ ჭირი თავს არ მალავს და რაღაც პირიქით ეს არის გვიან სტადიაზე გამოვლინდება და შემდგომ უკვე მიმართვიანობა ძალიან დაგვიანებულა.
რასაკურველია დაგეთანხმებით, რომ ქიმიოთერაპია ეს არის, ასე ვთქვათ, მეხის გავარდნა პაციენტისთვის და მცდარი აზრი ის, რომ ქიმიოთერაპია არის მომაკვდინებელი და მისი მკურნალობის მაგივრად იგი ზიანს აყენებს ორგანიზმს, ეს რასაკურველია არასწორი. პრევენცია არის სწორედ ჯანსაღი ცხოვრება. რაც შეეხება მიზეზებს, მიზეზები ძალიან ბევრია და კომპლექსურია. კონკრეტული რაღაცა მიზეზი ამ დაავადების განვითარების არ არსებობს. ჯერჯერობით კიდევ მიდის კვლევა, რა იწვევს სიმსივნურ დაავადებას, იმიტომ რომ რეალურად 21 საუკუნე არის მართლა ამ დაავადებისთვის აღზევების პერიოდი, იმიტომ რომ ძალიან იმატა ამ შემთხვევაში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ხშირ შემთხვევაში სიმსივნის გამომწვევი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. პირველი ადგილი არასწორ კვებას უკავია. შაქარი არის კიბოს მთავარი საკვები. მისი საუკეთესო შემცვლელი არის თაფლი, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. კიბოს შემთხვევაში ამ უჯრედების განვითარებას რძის პროდუქტებიც ეხმარება. ასევე არ არის რეკომენდირებული კოფეინი, საქონლისა და ღორის ხორცის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჟანგბადი. კიბოს უჯრედები ჟანგბადიან გარემოში ვერ ხარობენ. აუცილებელია ყოველდღიურად ისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ონკოლოგიური დაავადების დროს ყველაზე მთავარი ადამიანის ფსიქოლოგიური სიმტკიცეა. პოზიტიური განწყობა კიბოს ამარცხებს. მართალი რო გითხრა, თავიდან ვერ მივხვდი ზესერად რა ხდება და სანამ პირდაპირ ჩავხედე თვალებში ექიმს, რომელმაც მითხრა, რომ იცი ანა, შენ გვაქვს მელანომა და გჭირდება ძალიან სერიოზული მკურნალობა. სერიოზული მკურნალობა იყო ნიშნავდა ქიმიოთერაპიას, რომელიც ჩემთვის მაშინ იყო თემა, რომელიც არ ვიცი, მეგონა რომ ამის შემდეგ ადამიანები უბრალოდ აღარ ცხოვრობენ. მე აღარ დამჭირდა საბედნიეროდ და სხვა წამლით ჩამინაცვლეს ეს, ანუ არა საქართველოში, უკვე სხვა ქვეყანაში ვიმკურნალე, მაგრამ არანაკლებ რთული ეტაპების გადალახვა მომიწია ამ წამლის მიღებისას. იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი დეპრესიული ფონი, ახლავს ამ წამალს უკუჩვენება, ხშირად იყო ფიქრი სუიციდის მცდელობაზე. ყველაზე მთავარი რაც არის, რომ შენი თავი გამოიყვანო ამ მდგომარეობიდან, არის საკუთარი თავის ხელში აყვანა. ერთადერთი გამოსავალი ხარ შენ თვითონ, შენი თავის. ვერავინ ვერ დაგეხმარება, ვერანაირი ანტიდეპრესანტი, ვერანაირი ტრანკვილიზატორი, ამ შემთხვევაში ერთადერთი შენ თვითონ უნდა დაეხმარო შენ თავს. მე მივხვდი, რომ სიმსივნე ნამდვილად არის დიაგნოზი და არა განაჩენი. მე მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა მიყურებს და შეიძლება მსგავსი პრობლემა აქვს, ან უბრალოდ არა აქვს და გონია რომ ეს არის განაჩენი. მე მინდა უთხრა ყველას, რომ ყველაზე მთავარი არის რწმენა საკუთარი თავის, განწყობა, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, იმიტომ რომ თუ გექნებათ ესეთი განწყობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ნამდვილად იქნება ყველაფერი ძალიან კარგად.